გორის სპორტის სასახლე თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მეორე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს. საშეჯიბრო ნაწილი 8-9 თებერვალს 11 საათიდან დაიწყება და ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით ჯატარდება. ტურნირში მონაწილეობას 2011, 2012 და 2013-14 წლებში დაბადებული სპორტსმენი გოგონები და ვაჟები მიიღებენ. მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით პირველ მესამე ადგილზე გასული გუნდებიც დაჯილდოვდებიან. ცნობისთვის ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი ცოტნე ბარამიძე 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. მისი ხსოვნისთვის ამ ტურნირის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ტურნირის ჩატარებაში თავისი წვლილი შეიტანა და შეაქვს, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა ჩვენი სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელს ბატონ გიორგი პურიჭამიაშვილს უთხრა დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, ასევე ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს. დარწმუნებული ვარ მე, რომ ამ ტურნირზე ფეხს აიდგავს მრავალი ისეთი სპორტსმენი, რომელიც შემდგომში უკვე დიდ სპორტულ ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას წარმატებულად დაიცავს და ბედნიერი ვიქნები თუ ცოტნე ბარამიძის ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი სპორტსმენები, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ქვეყანას სახელს გაუთქვამს. ცოტნე გახლდათ გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილი ტიტულოვანი სპორტსმენი, ის იყო ჭაბუკთა ახალგაზრდებსა და დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონი. მან კარიერის გარკვეული ეტაპის შემდეგ ყაზახეთში გააგრძელა, იქაც ჩემპიონი და პრიზიორი იყო. ცოტნე სამწუხაროდ საკმაოდ ახალგაზრდა გამოგვაკლდა, 2 წლის წინ გარდაიცვალა ის და მას შემდეგ უკვე ვატარებთ ცოტნეს ხსოვნის ტურნირს. პირველად შარშან ჩატარდა, წლეულს მეორედ ტარდება, როგორც აღვნიშნე. ტურნირი 2011 და 12 წლიანებში უმცროს ჭაბუკებში 10 წონით კატეგორიაში ჩატარდება, ხოლო 2013-14 წლებში დაბადებულებს შორის 8 წონით კატეგორიაში, გარდა ამისა 3 წონაში გოგონებს შორისაც იქნება ეს ტურნირი. ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, უმასპინძლებს შეჯიბრებას გორის სპორტის სასახლე. 8 თებერვალს იქნება პირველი საშეჯიბრო დღე და ფინალურ ბლოკამდე მივლენ სპორტსმენები და ფინალური ბლოკი, ანუ ჩემპიონების და პრიზიორების გარკვევა უკვე მოხდება 9 თებერვალს.